ლალი ზამუკაშვილი არის დღეს ჩემი სტუმარი, მაგრამ უკვე მას ყველა იცნობს როგორც ოლალუ. ლალი, რატომ ოლალუ და არა მაგალითად ოლალა? რატომ მაინც ასე? არის ამასაც პატარა ისტორია, სრულიად შემთხვევითი, ოღონდ სულ თავიდან როდესაც გავაკეთე გვერდი, მეგობარმა გამიკეთა და დამიწერა ლალუ არტ. ლალუ და რაღაც არ მინდოდა, მეთქი რაღაც არტი მეთქი ძალიან ხმამაღალი ნათქვა მე ხომ არ არის და არტია აბა რა არისო და ნუ მე შეცვლიო რა ცოტა რომ განვითარდებიო შეხედავ. როცა გაიზრდებიო. ხო და როცა მომინდა უკვე შეცვლა და რაღაც აღმოჩნდა რომ Facebook-მა წესები შეცვალო და ლალუს არ მაცვლევინებ და ანუ რაღაც რაოდენობის ფოლოვერები მყავდა და არტს მაცვლევინებ და ლალუს არ მაცვლევინებ. ანუ ძირითად სიტყვა მაინც დატოვა. ხო და ეს იყო ჩემი ავსატეხი და უცებ ხამის 3 საათზე ესე დამკრა თავში. ლალუ და აი მოვიდა იდეა გაანახა. შენი საქართველოში როგორც გვისაუბრე და ვიკითხე ფასები თქვა როგორც გნება როგორც გაგიხარდა ნუ საშუალო ფასს ვიტყვი დაახლოებით $1000-1500 არის საუბარი ოღონდ ეს საქართველოში თორ საზღვარგარეთ ბევრად მეტი კი შორის ხელოვნება ისეთი სფეროა რომ მთლიანად ქვეყანაზე შეუძლია მგონი ესე მგონია კარგი გავლენის მოხდენა იმიტომ რომ ქართველები ზოგადად ძალიან ხელოვანი ხალხი ვართ კი და ძალიან ბიზნესად ვაქცევთ ჩვენს ხელოვნებას მე მგონი თუმცა დამეთანხმება ლალიც და ჩვენი მსმენელიც რომ ძალიან რთულია საქართველოში ხელოვანმა აკეთოს ბიზნესი. ხშირ შემთხვევაში ხელოვანი რჩება საკუთარი ნიჭიერების ჩარჩოებში ძალიან შესაძლოა გენიალური. იგივე ნიკალა გავიხსენოთ ძველი დროიდან და უშუალოდ თანამედროვე ბევრი ნიჭიერი მხატვარი, არ ვიცი, ძერწავი ყავს, მაგრამ არ ჩანს, ვერ ჩანს, ან მარკეტინგი არ ყოფნის, ან კავშირები არ ყოფნის. აი, თქვენი მოდელი არის ძალიან საინტერესო. ერთმა გოგონამ შეძლო შეექმნა თავად ყოველგვარი გარეჩარევების გარეშე ბრენდი და შეაყვარა ეს ბრენდი ლამის მთელ საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და მე მხოლოდ აპლოდისმენტები შემიძლია ლალის აუკრა ამისთვის ოლალუს შექმნისთვის, რომელიც 2018 წლიდან ჩანს ქართულ ბაზარზე.